კურიერის ეთერით გასულ სიუჟეტს ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ. საუბარია სახალხო დამცველის წერილზე, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო მომსახურების ხარვეზებს ეხებოდა. დავით ზარკენგოს უწყებაში განმარტავენ, რომ რეგიონებში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ხორციელდება, ექიმებს, რომლებიც სწავლენ იქ სამუშაოდ, სახელმწიფო რეზიდენტურა სრულად გაუფინანსებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ეხლა მიმდინარეობს 9 მაღალმთიან რაიონში სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვის პროცესი, რადგანაც სახელმწიფომ უფრო უკეთესად უზრუნველყოს მათთვის სრული სერვისების შეთავაზება. სოფლის ექიმი სრულად ფლობს ადგილზე სიტუაციას, მაგრამ თუ შეიქმნა სიტუაცია, როდესაც სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის საჭირო, ამ შემთხვევაში ბუნებრივია საქმეში ერთვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელიც უკვე დღეისათვის ყველა რაიონში აღჭურვილია ახალი ავტომანქანებით და მათ შეუფერხებლად შეუძლიათ დროის მინიმალურ მონაკვეთში დანიშნულების ადგილზე მისვლა.